შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმა ვარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით. მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ კვლავ. ცოტა ექსტრემალური პირობებიდან გიერთდებით გარე სივრციდან და ამან გამოიწვია ეს დაგვიანებით გადაცემის დაწყებაც. დღეს ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შიშიმოპირებისთვის. ეს არის ურთიერთობა შიშიმოპირებს და შიშიმოპირთა და ბავშვთა მშობლებს შორის. როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა, სად გადის ზღვარი შიშიმოპირის უფლებებს და მის საუკეთესო ინტერესს დაცვას შორის, სად გადის ზღვარი შიშიმოპირის და მისი მშობლის უფლებებს შორის. ამ საკითხებზე დღეს ჩვენი სტუმრები არიან და ჩვენ ვესაუბრებით ანა აბაშიძეს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებიდან, ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ, ასევე მშობლებს მარი კორკოტაძეს, ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ თანადამფუძნებელთან და ეკატერინა თორთლაძესთან, ფონდი აურეს თავმჯდომარესთან. მოგესალმებით ყველას, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. სამწუხაროდ დღეს შიშიმოპირები საკუთრებ ვერ შემოგვიერთდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. ალბათ გარკვეულწილად მე მომიწევს სადღაც მათი როლის შეთავსებაც. ანა, მოდი თქვენგან დავიწყებ როგორც უფლებადამცველისგან და თქვენ მუშაობდით როგორც ბავშვთა უფლების, ასევე შიშიმოპირთა უფლებების მიმართულებით და ორივე ეს ამ სფეროში გაქვთ გამოცდილება. თქვენი დაკვირვებით არის თუ არა და რა ფორმები აქვს ხოლმე, აი რაღაცა კონკურენციას, კონფლიქტს თუ დაპირისპირებას ზრდასრულ შიშიმოპირებს და შიშიმობავშვთა მშობლებს შორის და რითი ახსნით ამ მოვლენას? მოგესალმებით, მე პირველ რიგში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისთვის. თემა ძალიან საინტერესოა და მე უფრო ალბათ ჩემს მოსაზრებას გავაზიარებ ვიდრე ვთქვათ პროფესიულ ხედვას, იმიტომ რომ ეს ისეთი საკითხია, რომლის კვლევარად მე ვერ გამოდგები, მაგრამ მე გაგიზიარებთ ჩემს დაკვირვებას, როგორც იურისტის, როცა ვთქვათ გარკვეული შეხება მაქვს თემთან. ჩემი შეფასებით კონკურენცია, რომელიც თქვენ დაასახელეთ, არის, მაგრამ ეს ერთის მხრივ ალბათ არ არის გასაკვირი და მეორეს მხრივ არ მგონია რომ იყოს ნეგატიური და რატომ? გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში, არამედ ზოგადად ყველა ჯგუფში ადამიანებისა, სადაც მით უფრო არის თაობების ცვლილება და მათ შორის ასაკობრივი ესე ვთქვათ, განსხვავება, არის სხვადასხვა შეხედულებები ამა თუ იმ მოვლენაზე. არ არის გამონაკლისი ადამიანის უფლებები და შიშიმოპირთა უფლებები. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ მაგალითად ახალი თაობის წარმომადგენლები, ანუ ასაკით ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბიჭები და გოგონები უფრო მოტივირებულები არიან, უფრო იყენებენ მაინც ესე ვთქვათ, საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს და ემიჯნებიან წარსულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს სულაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მათ აქვთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც ვთქვათ, ადამიანები, რომელთა დამსახურება ძალიან დიდია, გულისხმობ ოჯახის წევრებს, შიშიმოპირთა ოჯახის წევრებს, ან თავად პირობითად შიშიმოპირებს, რომლებიც ათეული წლების წინ იწყებდნენ მოძრაობას და ბრძოლას უფლებების მოსაპოვებლად, მათი ხედვები შესაძლოა არ ემთხვეოდეს თანამედროვე პერიოდში შიშიმოპირთა ხედვებს და ამ ხედვას როცა ვლაპარაკობთ, ეს არ არის თქვათ პერსონალური შეხედულებები რაღაც თემებზე, ხო? ეს არის თქვათ კონვენციით აღიარებული ღირებულებები და შეხედულებები. ძალიან
სასიხარულოა ის, რომ დღევანდელი თემი, რომელიც იბრძვის და ძალიან მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევს პერიოდულად, ჩემი დაკვირვებით ორიენტირებულია სწორედ კონვენციურ ხედვაზე, კონვენციის ღირებულებებზე და ამ ღირებულებების ირგვლივ ხდება გაერთიანება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები, ვთქვათ, კონკურენცია დავარქვათ თუ გნებავთ, მაგრამ რომ შევაჯამო ამ ნაწილში გეტყვით, რომ მე არ მგონია ეს იყოს არც გასაკვირი და არც მაინცსა და მაინც დამაზიანებელი. იმიტომ რომ მთლიანობაში მოძრაობა მიდის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით, ჩემი დაკვირვებით. მე დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, იმაში რომ მშობლები არიან შიშიმ პირთა, ხშირ შემთხვევაში პირველი უფლება და მცველები, იმიტომ რომ თავიდან ბავშვის ინტერესების დაცვა, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები იწყებენ ამას. თუმცა აი ეს ასაკობრივ ზღვარს და ასაკობრივ დაპირისპირებას რაც შეეხება, მე კიდე ჩემი სკოლის პერიოდიდან მახსოვს, ჩვენს უსინათლო მასწავლებლებს და ჩვენს არა შიშიმ მშობლებს შორის, რომ იყო ეს რაღაც უთანხმოებები, ეს უსინათლო მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად დამოუკიდებლები, ჩვენი მშობლები ამბობდნენ, რომ ჩვენ მშობლები ვართ და ამ მასწავლებლებზე მეტად არ გვაინტერესებს, განაო თქვენი ბედიო და თქვენი ინტერესებიო პირიქით ბავშვების ინტერესებზე საუბრობდნენ ამ დროს. აი, მარი, შენთან მინდა გადმოვიდე ამ საკითხით, რომ ძალიან ხშირად მე ესმის, რომ მშობლები ამბობენ, რომ ოპერაციას ვიკეთებთ, სკოლაში დავდივართ. ანუ რაღაცნაირად ხდება მშობლების გაიგივება ბავშვებთან. და მე ეს გაიგივება ხდება უკვე თემშიც, როდესაც იწვევენ მაგალითად შიშიმ პირებს რაღაც შეხვედრებზე და მე უცებ აღმოჩნდება, რომ უმრავლესობა იქ დამსწრე პირების არიან მშობლები შიშიმ პირებს. და ეს მე ფორმდება როგორც შიშიმ პირთა შეხვედრა. აი შენ რას ფიქრობ, ეს სწორია თუ აი რა ფორმით უნდა მოხდეს? ანუ ამის წარმოდგენა, რომ ვინ არის მშობელი და ვინ შიშიმ პირი. მადლობა ესმა, მოგესალმებით ყველას და მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, მე პირადად ალბათ ყველა მშობელი იბრძვის და ძალიან ბევრ ენერგიას დებს იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა თავად შეძლონ საკუთარი აზრის დაფიქსირება, გამოხატვა, უფლებების დაცვა და ასე შემდეგ. ეს ალბათ ყველა მშობლის ოცნებაა, მაგრამ როდესაც მივდივართ ისეთ შეზღუდულ შესაძლებლობამდე, რომ როდესაც ადამიანს არ შეუძლია არც აზრის გამოხატვა, აი ძირითადად გულისხმობ ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე შიშიმ პირებს, ან მენტალური შეზღუდვა ვისაც აქვს და ასე შემდეგ. მათ ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა. აი სულ სხვა რამეა, რამდენად ჩვენ ხელს უწყობთ მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ანუ ეს არის სურვილები, ხო? მე მინდა სადმე წასვლა და აი იმ დანიშნულების ადგილამდე რომ მივიდე, მე მშობელი იქნება ეს თუ სახელმწიფო იქნება თუ გარემო ფაქტორები, ყველა უნდა შემიწყოს ხედი, რომ ეს ჩემი სურვილი ასრულდეს. ამაზე მე მგონი არავინ არ ვდაოთ, რომ ეს ასე უნდა იყოს აუცილებლად. მაგრამ როდესაც საქმე მიდის უშუალოდ უფლებების დაცვაზე, აი აქ არის უკვე ძალიან დიდი დილემა ჩნდება, იმიტომ რომ ბევრ ინტელექტუალურ ან მენტალური დარღვევების მქონე ადამიანს არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და ამიტომ ვართ მე ჩვენ მშობლები მათი ხმა. აი მოდით გადავხედოთ ქართულ რეალობას. რამდენი დპო არსებობს, ეგრეთ წოდებული შიშიმ პირთა ორგანიზაცია. რომელიმე ამ ორგანიზაციაში სადმე გინახავთ თქვენ ისეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვისაც აქვს მენტალური ან ფსიქიკური ან თქვათ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობა, რომლებიც გამოდიან და საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან. გახსენდებათ ერთი მაინც რომ მითხრათ? ანუ კი არიან ახლა განსაკუთრებით ახლა ფსიქიკური პრობლემის მქონეები არიან, თუმცა იშვიათად ძალიან მაგაში ნამდვილად. ძალიან იშვიათად, კი ბატონო, მაგრამ აი მოდით ინტელექტუალურს, აი თქვა აუტიზმი ავიღოთ, დაუნის სინდრომი ავიღოთ. ანუ არიან ეს ადამიანები, რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, იმ ორგანიზაციების, რომლებიც დღეს არსებობენ საქართველოში. მე ესეთი ორგანიზაცია არ მახსენდება. სწორედ აი ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ თვითონ შიშიმ პირებისგან ხდება მათი ასე ვთქვათ გარიყვა. ანუ მე მაგალითად იმის რისკსაც ვხედავ, ჩემი შვილი რომელიმე დპო-ში რო გაწევრიანდეს,
და იყოს თქვათ ამ დღეს თუნდაც ბორდის წევრი მე ძალიან დიდ რისკს ხედავ, რომ იქ ჩემშვილს არავინ არაფერს შეეკითხება, იმიტომ რომ შეიძლება მას არ ქონდეს ინტერესი, არ ქონდეს სურვილი, რომ თქვათ გამოვიდეს და რამე საკუთარ თავის დასაცავად თქვას და ძალიან დიდი რისკია, რომ ჩემი შვილის იქ ყოფნა ვინმე ბოროტად გამოიყენოს. ეს დიდი რისკი არსებობს, მე ამას ნათლად ვხედავ და სწორედ ამიტომა მე რომ მშობლები ვართ ჩვენი შვილების ხმა. ეს შეიძლება იყოს 18 წლამდე და ასევე 18 წლის ზემოთაც. ანუ გინახავთ ხო საკმაოდ რთული შემთხვევები, როდესაც შიშიმოს დასრული 18 წლის ადამიანი ეტლში ზის, ვერ საუბრობს, ვერანაირად ვერ ერთვება ვერანაირ აქტივობებში და მშობელი, ესე რომ ვთქვათ, მშობელმა უნდა გამოიცნოს რა სურს მას. და ეს მერე ყველაფერი გაუკეთოს და ესეთი ადამიანი რამდენიც წარმოგიდგენიათ რომ საკუთარ უფლებას დაიცავს. ცოტა რთული ამბავია და აი ამიტომ არის მერე რომ მშობლები, აი მე უფრო გულისხმობ აქ უფლებადამცველ მშობლებს, აი როგორც მე ვარ ეკა ხო და არიან კიდე ძალიან ჩემს უკან ძალიან ბევრი მშობელი, რომლებიც ახლა არიან უფლებადამცველები და 18 წლის რო გახდება ჩვენი შვილები, დიდი ალბათობით ისევ ჩვენ გავაგრძელებთ მათ უფლებების დაცვას, იმიტომ რომ შეიძლება ვერ შეძლონ და თუ კი ვერ შეძლებენ, რას ვაკეთებთ ამ დროს? აი ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მე მიჩნდება და ამაზე პასუხი სამწუხაროდ ვერავისგან ვერ მივიღე. დიახ, საინტერესოა, მაგრამ მაშინ ამასაც ბარემ შევკითხავ. შენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს მაშინ იმის დაბალანსება, რომ თუნდაც აი სხვა კატეგორიის შიშიმო პირებმა არ ვიგრძნოთ ის, რომ სადღაც აი ზუსტად მშობლები უფრო მეტად ჩანან, ჩვენი საჭიროებები პირიქით ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ სადღაც გვიჭირს ეს ადვოკატირება ნამდვილად და ეს რაღაც, რა ვიცი, მაგათად უსინათლოსი ძალიან რთულია ეხა იმის ხელი, აწეული ხელი, ვინმე თუ არ დაინახა შეხვედრაზე, ხო? მაშინ რაც მაგიდაზე თუ არ შეხტა, ძალიან რთულია რომ გაიგონ მისი უფლებები და დაიცვას მათ. აი როგორ ფიქრობ, რომ აი ამ ხრივ რა როლი აკისრიათ მშობელთა ორგანიზაციებს და მშობელთა მოძრაობას? იცით რა, მშობელთა ორგანიზაციებს და ალბათ შიშიმოპირთა ორგანიზაციებს გულისხმობ. ანუ ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი არის გაერთიანება. როგორც შიშიმოპირთა, ასევე შიშიმო ბავშვთა მშობლებისა და თუ კი შეიძლება ერთი ორგანიზაციაც ჩამოაყალიბონ ამ ადამიანებმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ შენ რადგანაც მშობელი ხარ, შენი ხმა არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მე რადგანაც შიშიმოპირი ვარ, ჩემი ხმა უფრო მნიშვნელოვანია. აი ამას არ მივესალმებ, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი შვილის ხმა, რომელიც თავის აზრებს და თავის მოთხოვნებს ვერ ახმოვანებს და მე ვარ მისი გამხმოვანებლები და გამოდის რომ ჩემი შვილის ხმა იკარგება და არ არის ისეთივე წონიანი, როგორიც იმ შიშიმოპირების, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, თუნდაც აქციაზე გამოსვლა, რაღაცის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ანუ თანაბარ სიტუაციაში უნდა იყოს როგორც შიშიმო ადამიანი, ასევე ის შიშიმო ბავშვთა მშობლები, რომლებიც არიან უფლებადამცველები და ანამ კარგად აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცდენ არ იყოს კონვენციასა და შიშიმო ბავშვთა მშობელთა ხედვას შორის. თუმცა ანა დამეთანხმებით, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი შიშიმო პირიც კი ვიცით, რომელიც ძალიან აცდენილია კონვენციის ხედვას და სულ სხვა მიმართულებით ფიქრობს და სულ სხვა მიმართულებით მუშაობს. ანუ ეს აცდენა არის როგორც თვითონ თემში, შიშიმოპირთა თემში, ასევე შიშიმო ბავშვთა მშობლებშიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, ვინც ვიბრძვით და ვინც რამეს ვაკეთებთ, ჩვენი ხედვა იყოს ჰარმონიაში კონვენციასთან და როდესაც ესე ვიქნებით კონვენციასთან ძალიან ახლოს და ვივლით სწორი გზით, აი ამ შემთხვევაში როგორც მშობელთა, ასევე შიშიმოპირთა ხმა უნდა იყოს თანაბარ უფლებიანი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რომ შენ მშობელი ხარ და შენი ხმა არ არის გადამწყვეტი და ასე შემდეგ. ეკა, თქვენი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ამ საკითხზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაბალანსდეს ეს ურთიერთობა, აი ზუსტად შიშიმოპირებს და შიშიმოპირთა მშობლებს შორის, ისე რომ არც ერთი მხარის უფლებები და ინტერესები არ იყოს გარღვეული? მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საჭიროებო თემაა, როგორც ჩანს ჩვენ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ამ თემში. პირველ რიგში მე ვიტყოდი, შევუერთდები ანას და მარის აზრს გავაგრძელებ, რომ პრინციპში ჩვენ ყველას მშობელს გვინდა ყველაზე საუკეთესო შვილისთვის. ისევე ეს არ აქვს მნიშვნელობა, შეზღუდული შესაძლებლობა ექნება შვილს თუ
არა, ხო? უბრალოდ, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობა იჭრება ჩვენს რეალობაში და ეს გამოცდილება გავიარეთ ბევრმა მშობელმა, მერე ყოველთვის ჩდება კითხვა, რა იქნება მერე. და აქედან ამოსვლით ზუსტად ჩვენ ვიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ ჩვენი შვილები რაღაცნაირად არ დარჩნენ მიღმა, როგორც მარიმ ისაუბრა. პირველ რიგში სიჯანსაღე და ალბათ რაღაცა რადიკალიზმისგან უნდა იყოს დაცლილი ეს თემა და არ შეიძლება რაღაცნაირად შობელს კონდეს იარლიყი მიკრული, რომ ის მხოლოდ 18 წლამდე არის თავისი შვილის დამცველი, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ პირადად მე არ ვარ 18 ჩემი შვილი 18 წლის ზემოთ არის და მათ შორის ჩემი სურვილიც არის, რომ ჩემმა შვილმა თავისი აზრები თვითონ გამოთქვას და თვითონ დაიცვას. ის ამას სწავლობს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ მშობლებს გვიგროვდება უზარმაზარი გამოცდილება და ჩვენ სხვა მშობლების ხმათ ვიქცევით, ხო? იმ მშობლების რომლებიც დღეს სამწუხაროდ ან ხვალ და ამას ვერ ავწდებით, ხო? საზოგადოება, რომ ყოველთვის იქნება ეს ჩვენს რეალობაში ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობით და მშობელი, რომელმაც არ იცის რა გააკეთოს და დადის ხელისცეცებით. ბალანსი პირველ რიგში თემიდან რო გავიტანოთ ეს საკითხი, მე მაინც მგონია, რომ ცოტა ისეთი ბადაღებული დათქვამი გამომდის ხოლმე მეც, მაგრამ ისევ მივდივართ სისტემასთან, ხო, რომ ჩვენ ყველაფერი რაც მოვიპოვეთ, არა მარტო საქართველოში, პრინციპში ესეც არის ცნობილი, ხო, სხვა ქვეყნებშიც, რომ ძალიან დიდი როლი და წვლილი უფლებების მოპოვებაში ქონდათ სწორედ მშობლებს თავის დროზე და ის საუკეთესო მაგალითები, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ვიზიარებთ და ვეთანხმებით, იქ ზუსტად მშობლების წვლილი არის ძალიან დიდი. დღესაც ხვდები ასეთ ორგანიზაციებს და სიმართლე რომ გითხრათ, სადაც კი მოუხვედრება ვარ უცხოეთში ოღონდ, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვა და ვამბობ, რომ ვარ მშობელი, იქ რაღაცა აი ხუმრობით ვამბობ ხოლმე, თქო შარავანდეც გადგამენ ეგრევე თავზე და მნიშვნელოვანია ეს ტერმინი მშობელი. ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ, ხო? ჩვენ მივდივართ გლობალურად მაინც ხელისცეცებით, სახელმწიფო, სისტემა არა გვაქვს, არის რაღაც გარკვეული პროგრამები და პრინციპში ვაღიაროთ, რომ მშობელთა მხარდამჭერი არც ერთი არ არის. ანუ ადრეული არსებობს, მაგრამ მაინც. და თუ კი ზუსტად ეს ზრუნვა იქნება, რომ პირველ რიგში მშობელს დაუჭირო მხარი და მშობელი დააყენო ფეხზე, რომ ის იყოს სწორი მხარდამჭერი მერე თავისი შვილისთვის და ამისკენ მიდიოდეს მთელი სისტემა, რომ 18 წლის ზემოთ ადამიანი მზად იყოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ეს ყველაფერი თავისთვის დაბალანსდებოდა. ჩვენ ასეთი ფუფუნება დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს, ხო? მე რო გავიწიო, ვთქვათ, იმ პრობლემასთან მუშაობისგან, მარი რო გაიწიოს იმ უამრავი პრობლემისგან, გამოდის რომ ეს ამდენი რაღაცა სადღაც წერტილამდე მიტანილი საქმე ისევ უკან ჩაგორდება და ამით კარგს ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. თემს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ესე ცალსახად გამიჯვნა, ალბათ არც ერთ ეტაპზე, უბრალოდ ესეთი გამიჯვნა, რომ რაღაც ერთ მხარეს არიან მშობლები და სხვა მხარეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მგონია, რომ მაინც არ არის კარგი. სწორია კი ბატონო, რომ რაღაც სახელდება კონდეს, ვიცოდეთ ჩვენი სარკმელი, ასე ვთქვათ, თუ აი რაღაცა კუთხე, რომელი კუთხიდან გვერდდებით ამ თემას, მაგრამ ესეთი გამიჯვნა, რომ აი რაც მარიმ თქვა და ეს ტკივილი, ახლა ჩვენ ყველას გვაწუხებს და ვიცით, რომ ვეჯახებით ხოლმე. მეც მქონია ესეთი რამე, რომ რაღაცა თითქოს მშობელი რო ხარ, ითვლება, რომ ხელი შემშლელი ხარ. სახელი უნდა დაერქვას, სისტემამ უნდა იმუშაოს და მე იმ ყველაფერში, რასაც ქვია კონვენციის მიზნებისკენ სიარული, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სიტყვა და ჩვენი ადგილი და უზარმაზარი გზა არის აქ გასავლელი. კონკრეტული მაგალითი შემიძლია ვთქვა, მაგალითად სმენის სირთულეების მქონე ადამიანებისთვის, ხო, ეს არის ერთ-ერთი დიდი თემი რაოდენობრივად, ისევე როგორც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების თემი. თუმცა რო გადავხედოთ, აი ლიდერები თუნდაც ახალგაზრდა თაობაში არ არიან პრინციპში, ხო? რატო არ არიან? ეს ხო ჩვენ არ მოგვიტანია, მე პირადად მეც ვაიგივებ ჩემ წვლილს ამაში ვხედავ როგორც მშობელი, რომ მეც ვარ ერთ-ერთი ისეთი მშობელი, რომელიც ხედავს ამის საჭიროებას და ზუსტადაც ესმინდა, რომ მე არ დამყავდეს ჩემი შვილი მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული და არ მგონია, რომ რომელიმე მშობლის ოცნება ეს იყოს. და იმასაც გამოვეხმაურები მშობლები რომ ვამბობთ, რომ ერთად დავდივართ და გავიკეთეთ, რეალურად თანამონაწილე ხარ, თუნდაც ემოციურ დონეზე, შენ მცირეწლოვან შვილთან, როდესაც რაღაცას აკეთებ და იმ პროცესში ხარ ჩართული, მე ამას ესე ხაზგასმით არ ვიტყოდი, რომ
გავაკეთეთ, მივედით, რაღაცა მივიღეთ, არ მგონია ეს პრობლემა რო იყოს, უბრალოდ სადღაც ალბათ მე სწორია, რომ გამოვეყოთ და ეს დამოუკიდებლობა მივცეთ, მაგრამ ეს ჩვენთვის დღეს ფუფუნებაა. აი მაგალითს მოვიყვან იმის ილუსტრაციებს, თუ რას გულისხმობ. აი ძალიან დიდი მადლობა, რომ ისაუბრეთ მართლა სისტემაზე და იმაზე, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. რა თქმა უნდა, შიშიმ პირის თუ ზრდასრულის თუ ბავშვის მშობელს აქვს ძალიან დიდი როლი და ის არის ერთ-ერთი უპირველესი ასევე უფლებადამცველი და ასევე მას როგორც მშობელს აქვს თავისი უფლებები. ხო, მაგალითად ის რომ ის შეიძლება ვერ მუშაობს იმის გამო, რომ კიდევ დამატებით ორმაგი შრომა ჭირდება თავისი შვილის განვითარებაში ხელშეწყობისთვის, იმიტომ რომ სერვისები არ არის, ხო, ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც საზოგადოების სტიგმის გამო იღებს, რომელსაც ექიმისგან იღებს, როცა პირველად იგებს, რომ თქვათ მის შვილს ექნება ეს გარკვეული დიაგნოზი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ აი მაგალითს მოვიყვან, ერთხელ პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა მოაწყო შეხვედრა შიშიმ ქალებთან და ამ შეხვედრაზე აღმოჩნდა რომ ჩვენ ანუ შიშიმ ქალები ვიყავით ალბათ მესამედი დამსწრეების. დანარჩენი იყვნენ შიშიმ პირთა დედები. და ისე აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური განცდა, მაგრამ ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ სამწუხაროდ სხვა შიშიმ პირების განცდაც იქ ვინც ესწრებოდნენ რომ რეალურად ჩვენი ხმა იქ გადაიფარა. ჩვენ იქ ვერ შევძელით ჩვენი სათქმელის მიტანა, რაც არის ძალიან სამწუხარო. ამიტომ აი მე მაინტერესებს მარის აზრით ამ შემთხვევაში, ეკა თქვენ ისევ დაგიბრუნებით მომავალში და ანასიც რომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს აი ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს სამომავლოდ. მარი, მოდი აი შენ რო გითხრა. ანუ ეს ხიდშაკედილობა რო არსებობს, ამას გულისხმობ თესმა? ანუ მშობლებსა და შიშიმ პირებში. ანუ შიშიმ პირთა ორგანიზაციებსა და თუნდაც შიშიმ პირებს შორის და მშობელთა ორგანიზაციებს შორის რომ რაღაც ხიდშაკედილობის პრობლემა არსებობს, მაგას გულისხმობთ, ხო? კი, ნამდვილად ეს რა ვიცი, კი, წეგან თქვი და რა პრინციპში გამეორდები, რომ ფიქრობ, რომ აი თუნდაც აი შიშიმ პირთა ორგანიზაციები რაც არსებობს საქართველოში, მათგან არასდროს არ წამოსულა, იმ ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ, არ ვიცი სხვა მშობლების მიმართ, არასდროს არ წამოსულა ინიციატივა, რომ ვთქვათ ვისაც დასრული შვილი ყავს, თქვათ, რომ მათთან ერთად ეთანამშრომლად, ან ეთქვათ, რომ აი ჩვენთან ერთად რომ გაერთიანდეს და რაღაც ვასწავლოთ ჩვენი გამოცდილებიდან. აი თვითონ ამ შიშიმ პირებიდანაც არ მოდის ეს ინტერესი, თუმცა ჩვენ მშობლები ყოველთვის მზად ვართ, რა თქმა უნდა და არაერთხელ მე პირადად არაერთხელ ჩავერთე აქტივობებში, სადაც შიშიმ პირებმა დაგეგმეს, აი თუნდაც ეს ბოლო რაც იყო შიშიმ პირთა პენსიის მომატებასთან დაკავშირებით, მე ყოველთვის მზად ვარ ხოლმე რომ ჩავერთო და მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს თანაბარ უფლებიანად შევხედოთ ერთმანეთს, თუ კი იქ იქნება რომ არა შენ მშობელი ხარ და მე ვარ შიშიმ პირი და მე უნდა ჩემი ხმა არის მნიშვნელოვანი და მე ვწყვეტ ყველაფერს, თუ ესეთი დამოკიდებულება იქნება შიშიმ პირებისგან, ძალიან ვშიშობ რომ რამე თანამშრომლობა შედგეს, ანუ მე ვარ მომხრე რომ იყოს ჩვენი ხმა თანაბარ უფლებიანი, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი შვილის ხმა და მე თუ არა, სხვა ვერავინ ვერ მიიტანს ჩემი შვილის საჭიროებებს და პრობლემებს საზოგადოებამდე და თუნდაც სახელმწიფომდე, როგორც მე მივიტან ამას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება და თანაბარ დონეზე დგომა, რომ არ იყოს რაღაც ვიღაცის დაკნინება, ვიღაცის როლის დაკნინება და ასე შემდეგ. მე ესე ვფიქრობ, ესე მგონია რომ სწორი ესე იქნება. თუმცა ანას პროფესიონალის აზრი მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს თუნდაც კონვენციის კუთხითაც და მაინტერესებს როგორც იურისტის აზრი როგორია ამ შემთხვევაში. კი, ანას აუცილებლად ვკითხავთ აზრს, მანამ მინდა რომ ეკას ვკითხვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც მე მაგალითად აქ მოვიყვანე. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება რომ აი მსგავსი სიტუაციები მომავალში თავიდან ავირიდოთ თუნდაც აი პრეზიდენტის შეხვედრასთან მიმართებაში, ან სხვა უამრავი შემთხვევა არის სამწუხაროდ ასეთი. კი ბატონო, მეც ისევ იგივეს გავაგრძელებ, რომ რეალურად ჩვენთვის დღეს ეს არის მოცემული რეალობა და ის
რაღაცნაირად ჩვენ გვინდა რომ იყოს, ეს არის მომავალი, ხო? ჩვენ ვართ გზაზე, ხა ხელოვნურად ვერ შევქმნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემში, ახალგაზრდებში ლიდერებს. ამისთვის არის მუშაობა საჭირო და სისტემის წილიც არის აქ, ხო? ასევე ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და იმ გამოცდილების გაზიარება, იგივე თქვათ PHR-ი ვიცით, რომ ძალიან ხშირად არის ჩართული ესეთი ადვოკატირების უნარების რო ასწავლოს, ხო, რაღაც გარკვეულ თემს და ესეთი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეალურად სადღაც მივდივართ ისევ კი ბატონო, საზოგადოებრივი ცნობიერება ერთი, რატო იმართება ესეთი შეხვედრები და რა აზრი და შინაარსი აქვს, ხა კიდე ცალკე თემაა და თუ კი არ არიან ბევრნი ასეთი, მაშინ უბრალოდ ვერ მიიყვან. როგორც წესი შეხვედრებზე რაოდენობა გვიყვარს ხოლმე ჩვენ, ხო, იმ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ასე იყო. და თუ დღეს ჩვენ არ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ერთი რაც თქვი, რომ მშობელი იყოს ძლიერი და მშობლის გაძლიერება შეუძლია პირველ რიგში მშობელს, რომელმაც რაღაც გზა გაიარა, რაღაც რესურსები აქვს და კიდევ ვიმეორებ სისტემას, რომელიც უნდა ხედავდეს მშობელს, როგორც საუკეთესო მხარდამჭერს და ადვოკატს და ექსპერტს თავისი შვილისთვის და შემდეგ ის გზა, რაც აუცილებელია, ეგ ზოგადი განათლება იქნება, ფორმალური თუ არაფორმალური განათლება, ზუსტად ამაში ჯდება ეს ყველაფერი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმაც ეს ყველაფერი მიიღოს თანაბარ გარემოში, იმისთვის, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მომავლის უფლება, მომავალში არჩევანის უფლება, რა ვიცი, ოცნება იყოს ის, ვინც უნდა იმას, რომ იყოს მომავალში და არ განუსაზღვროს ეს საზოგადოება. დღეს ასე ვერ ხდება ესმა და ეს არის პრობლემა, ხო? აი ჩვენც მაგალითად ეხლა ჩვენი ორგანიზაცია რა გზასაც გადის, ეს არის გზა, რომ გვინდა რომ გაჩნდნენ აქტივისტები, ხო? ზუსტად იგივე აი მარიმ რაც თქვა, რომ სადაც არის ინტელექტუალური შეზღუდვა, ჩვენც რაღაცნაირად ვართ ამასთან ახლოს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პირველ რიგში კომუნიკაციის პრობლემა რომ არის და არავინ არ იზრუნა, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში 25 წლის განმავლობაში იმაზე, რომ ჩემ შვილს რაღაცა უკეთესი გარემო ქონო და განათლება მიეღო და ასე შემდეგ და ეს მხოლოდ ჩემს ანაბარა იყო, მე მოვახერხე ის რაც მოვახერხე. მე ვაცნობიერებ, რომ მინდა ჩემი შვილი იყოს დამოუკიდებელი, მინდა რომ იყოს აქტიური, პრინციპში ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცნაირად ეს ასე არის, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით ერთეულები. იგივე მაგალითად შეიძლება რაღაცა კონკრეტული თანამშრომელი, მაგალითად ის პრობლემა, რაც შეიძლება არ ქონდეს მცირე მხედველს, ხო, იმიტომ რომ მას ინფორმაციის მიღება შეუძლია და შეიძლება იყოს გამზიარებელი თავისი ცოდნის და უნარების და ასე აშენდება. ეხლა დღეს ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ხვალ უნდა გამოვიდეთ და რაღაცა გეგმა დავდოთ თუ რაღაცა პლატფორმა თუ ჩარჩო გავაკეთოთ, რომ ასე უნდა იყოს და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ, ეს მე მგონია, რომ იქნება ძალიან ხელოვნური და უბრალოდ აფრის მომცემი. თუ ლაპარაკობთ, რომ გზა არის და გვინდა აქ მივიდეთ, კი ბატონო, მაშინ მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენ მშობლებს და მხარდაჭერა გვჭირდება იმაში, რომ ჩვენი შვილები ლიდერებად იქცნენ, ხო, თავიანთი თავის უფლებადამცველებად მინიმუმ. ანა, თქვენ ხო, აი როგორ შეგიძლიათ რა როლი შეიძლება ქონდეს მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებას, აი ზოგად ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შიშიმოპირთა უფლებების კუთხით, აი ამ პროცესის მედიაციაში თუნდაც. კი ბატონო, მადლობა. ზუსტად ჩემი პოზიციიდან დამისვი შეკითხვა და მე გამიადვილდება ვილაპარაკო იმაზე, ჩვენ როგორ აღვიქვავთ საკუთარ თავს რა როლში ვხედავთ. მოდი მაშინ ამ ნაწილიდან დავიწყებ და მე სხვა თემებსაც შევეხები. ცალსახად ჩვენი როლი, ანუ ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობთ შიშიმოპირთა უფლებებზე, თუმცა პირადად არ წარმოვადგენთ თემს, გვაქვს ამგვარი როლი, რომ ვიყოთ ერთგვარი გამაძლიერებელი, ამ შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით, იმ ხალხის, ვისაც დასჭირდება ჩვენი მომსახურება. და ვცდილობთ, რომ სწორედ ამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკური როლი გვაქვს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა სამართლებრივი, ვართ იურისტები და უბრალოდ გსურს, რომ აი ეს ტექნიკური შესაძლებლობები მოვახმაროთ თემს, იმისთვის, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. სწორედ ამ მიზნით ვაკეთებთ იმ საქმეს, სადაც ვაკეთებთ და ხშირად ძალიან სარისკოა ხოლმე ის, რომ ადამიანებს ხანდახან ავიწყდებათ საკუთარი როლი, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი ტიპის ორგანიზაციებზე მაქვს აქცენტი, რომ ხანდახან გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ უკან,
როგორც ამბობენ ხოლმე, უკან ფონზე მდგომი სპეციალისტები, რომლებიც უბრალოდ ვეხმარებით ადამიანებს, ვის ცხოვრებასაც ეხება საკითხი. და ხანდახან ვამჩნევთ ხოლმე ყველანი, რომ როგორ ნიველირებულია თავად შიშიმო პირი და მისი საჭიროებები და მათზე ლაპარაკობენ ისინი, ვისაც არ აქვთ გამოცდილება. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ რაც გვინდა იმაზე, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ძლიერ მხარდამჭერ პროცესზე, სადაც ყველას რა თქმა უნდა მისი როლი აქვს. მე აქედან გამომდინარე, მინდა ასევე უბრალოდ შევეხო, თქვათ მშობლის და შვილის ურთიერთობას და ეს კიდევ ერთხელ ამბობ, ექსკლუზიურად არ ხდება მხოლოდ შეზღუდული საზოგადოების ქონებითა თემში, ანუ ზოგადად რო წარმოვიდგინოთ მშობლები და ბავშვები, ხო? ანუ შვილთან დამოკიდებული, ახლა მე ბავშვთა უფლებების სპეციალისტიც ვარ და ხდება ხოლმე აი ასეთი გამოწვევები გარკვეული საქმეების შესწავლის დროს და ალბათ არ იქნება გამონაკლისი არც შიშიმობითა თემშიც, თუმცა აგერ ჩვენი ძვირფასი მშობლები, ვინც აქ გვესწრებიან, ყველა კუთხით არიან ხოლმე ძალიან კარგი გამონაკლისები, მე ამის თქმა თავმად შემიძლია, ამ დადებითი გამონაკლისები და თლად ეკატერინეს და მარის სტანდარტით ვერ ვილაპარაკებთ იმ მშობლებზე, რომლებსაც დღეს ან არ აქვთ ინფორმაცია, ან ჯერ კიდევ პირობითად იყენებენ წარსულში კარგად დატოვებულ ხედვებს, მაგრამ მაინც რომ არსებობს და აქედან გამომდინარე შესაძლოა უნებლიეთ არც თუ ისე საუკეთესო ინტერესს ემსახურებოდეს მათი მიდგომა, ან მესამე შესაძლებელია უბრალოდ მათ არ აქვთ იმედი იმ ახალი ხედვებისა, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვლაპარაკობთ. აქედან გამომდინარე მე ვხედავ გარკვეულ პრობლემებს, რომელიც მინდა ვთქვა. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ მაგალითად თქვენ იცით, რომ ჩართულობის უფლება და ნებისმიერი სხვა უფლება, რომელიც შიშიმო პირს მიემართება, ეს არის შიშიმო პირის უფლება. პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ყველა უფლება, რაზეც ვლაპარაკობთ, ეს არ არის არც ჩემი და მათ შორის არც მშობლის უფლება, ეს არის თავად პირის, რომელიც ფლობს შეზღუდულ შესაძლებლობას, მისი უფლება. როგორც შიშიმო პირთა თემში, ისე ზოგადად ბავშვთა უფლებებშიც, მშობლები ვინ არიან? მშობლები არიან საუკეთესო პირობითად ინფორმაციის საუკეთესო მფლობელები, ყველაზე ახლოს მდგომი ადამიანები, მათ შორის პრობლემასთან და ძლიერ მხარეებთანაც და კონვენცია მათ როლს სწორედ ამიტომ აღნიშნავს, რომ ვის და მშობელს შეუძლია ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა და მათ შორის დაცვაც კი განახორციელოს თუ ბავშვზეა საუბარი, ხო? მაგრამ ხანდახან არც თუ ისე იშვიათად მშობლებს ასეთი რთული გზის გავლის გამო ალბათ გადაღლაც ხდება და მით უმეტეს მაშინ, როდესაც სრულიად ვეთანხმები, ბნელ ოთახში ხელების ცეცებით ხდება რეალურად შვილების დაცვა მშობლებისთვის დღეს საქართველოში, რაც ურთულესი პროცესია და უმეტესად ორიენტირებულები არიან ხოლმე განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში უსაფრთხოების უფლებებზე. რომ იქ ბავშვს არ თქვა კონდეს ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი, რაიმე ტიპის თქვა ძალადობას არ დაექვემდებაროს, არაჰუმანური მოპყრობა არ მოხდეს და ხშირად ამ უსაფრთხოებაზე ორიენტირების დროს თავისუფლების უფლებები მეორე პლანზე გადადის ხოლმე და ამ დროს კარგად ჩანს რამდენიმე შემთხვევაში მე მომისმენია როგორც პროფესიონალების, ისე თავად მშობლების საუბარი იმაზე, რომ როგორი გაკვირვებული იყო მისი შვილის შესაძლებლობით მაგალითად სკოლაში. და როგორ აღიარა, რომ იცით რა, მე არ მეგონა, რომ ჩემ შვილს ეს შეეძლო და მე ვარ სასიამოვნოდ აქტოვანებული და გაკვირვებული. ანუ ეს კარგად გამოხატავს იმას, რომ ხანდახან არა, ზოგადად მშობლების ბუნებრივი ზემზრუნველობითი დამოკიდებულება შესაძლოა არ ემსახურებოდეს მაინცა და მაინც შვილის იმ წუთიერ საუკეთესო ინტერესებს, მაგრამ ეს ბუნებრივად მშობლის მდგომარეობიდან გამომდინარეობს და არა იქიდან, რომ თქვა პირობითად განზრახ არ უნდა დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდეს მის შვილს და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ზოგად საკაცობრიო გამოწვევა და მიემართება ზოგადად მშობლისა და შვილის ურთიერთობას და არა მხოლოდ არც ერთ შემთხვევაში შიშიმო პირთა თემზე არ დავაკონკრეტებდი. და კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ, ერთ-ერთი ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე მგონი მარი ჩვენ ერთად ვიყავით, ეხლა რა მაგალითაც ვიხსენებ, თუ შენც გახსოვს და მე თანხმები, ჩვენ ვნახეთ
მომსახურებები, სადაც ზრდასრული შიშიმო პირები, მძიმე ინტელექტუალური და მენტალური შეზღუდვით, რომლებსაც აბსოლუტურად დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლოთ, ანუ საჭიროებდნენ მხარდაჭერას, ცხოვრობდნენ ოჯახიდან შორს, ანუ ცალკე დამოუკიდებლად, მასთან მუშაობდნენ პროფესიონალები და ასე შემდეგ, თუმცა ერთი საინტერესო მომენტი იყო, ჩვენ გავიცანით ერთ-ერთი შიშიმო ადამიანის და რომელიც აქტივისტია და ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ზოგადად შიშიმო პირთა თემის, თავად არ არის შეზღუდული შესაძლებლობის და ის იყო მხარდამჭერი საკუთარი ძმის. და მე მახსოვს ეს დიალოგი, როდესაც ველაპარაკებოდით ოჯახის სხვა წევრების მნიშვნელობაზე შიშიმო პირის მხარდაჭერის დროს. და მე მახსოვს, რომ გითხრეს ესეთი რამ, საინტერესო დაკვირვება გაგვიზიარეს, გამომდინარე იქიდან, რომ მშობლები ყოველთვის ორიენტირებულები არიან დაიცვან მათი შვილები, რომ არასდროს არაფერი ეტკინოს, ვინმე რაიმე არ დაუშაოს და ასე შემდეგ, ხშირად თანასწორად არ აღიქვამენ შვილებს. და აქედან გამომდინარე, სისტემა არჩევანს აკეთებს ხოლმე ოჯახის სხვა წევრებზე და საუკეთესო შემთხვევა არის დედმამის შვილები, ანუ დები, ძმები, რომლებიც პირველ რიგში თანასწორად უყურებენ საკუთარ დას ან ძმას და შესაბამისად პრაქტიკაში მათი როგორც ვთქვათ, ოფიციალური მხარდამჭერის როლი გაცილებით უფრო ზრდის მხარდასაჭერი პირის დამოუკიდებლობის ხარისხს. ეს დაკვირვებაც მინდოდა მეთქვა და შესაძლოა საინტერესო იყოს ჩვენ საქმიანობაში ამ კუთხითაც შევხედოთ. მაგრამ შევაჯამებდი ამ ნაწილს იმითაც, რომ კონვენცია კიდევ ერთხელ ვამბობ, იაზრებს მშობლის ექსკლუზიურ როლს განსაკუთრებით შიშიმო ბავშვის შემთხვევაში, ამიტომაც ისინი როგორც ძირითადი მხარდამჭერები საკუთარი შვილების განსაკუთრებულ როლს პოულობენ კონვენციაში დაცულობის თვალსაზრისით, აი მაგალითია ისიც, რომ შეიძლება მაგალითად თუ მშობელი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ის ზრუნავდა საკუთარ შვილზე რაღაც კონკრეტულ მომენტში და ამის გამო შესაძლოა მან სამსახურში რაღაც ტრადიციული მოვალეობა ვერ შეასრულა და ის გათავისუფლდა, შესაძლებელია ეს თემა შეფასდეს როგორც დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლების მნიშვნელოვანი როლი მარტო ესეთი კონცეპტუალური საკითხი კი არ არის, ის არის კონკრეტული უფლებრივი თემა, რომ მშობელს აქვს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული მოთხოვნების დაყენების უფლება, რაც არ აქვს ცხადია სხვა ადამიანს მათ შორის მეგობრებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა გარკვეულწილად არის, კვლევებშიც ჩანს ეს პრობლემები, თუმცა უკვე წამყვანი სიტუაციები, სადაც ჩვენ ეკატერინეს ვხედავთ, მარის ვხედავთ, არ ვიცი, ბევრ სხვა მშობელს ვხედავთ, იძლევა იმის მაგალითს, რომ ვნახოთ, როგორია თანამედროვე მიდგომა, მათ შორის მშობლების მხრიდანაც კი, რაც ძალიან კარგია. ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის, რომ სხვა ოჯახის სხვა წევრებიც არიან შიშიმო პირის უფლებების ადვოკატირებას და მხარდაჭერაში ჩართულები. მარი, შენგან მინდა რომ მოვისმინოთ, შენ როგორ ფიქრობ, ძალიან იშვიათია მართლაც, რომ თუნდაც დედმამიშვილები იყვნენ ასე აქტიურად და აქტივისტურად ჩართულები. შენ როგორ ფიქრობ, მაგალითად, ისურვებდი თუ არა, რომ შენმა მეორე შვილმა და შენი მეორე შვილიც ჩაერთოს აი ამ პროცესში და რატო არ ერთვებიან მასობრივად მაინც ოჯახის სხვა წევრები? ძალიან კარგი თემას შეეხე ესმა. ძალიან კარგია დედმამიშვილების ჩართულობა, მაგრამ რამდენად უნდათ აი ეს კითხვა უნდა დავსვათ დედმამიშვილებს, რომ თავიანთ დიდა-ძმის უფლებადამცველები იყვნენ. ჩვენ ძალიან გამოგვეპარა ყველას შიშიმო ადამიანთა დედმამიშვილები. ძალიან გამოგვეპარა, იმიტომ რომ ეს ადამიანები დედმამიშვილები იმდენად დიდ სტრესში იზრდებიან, ზოგჯერ მშობლებსაც კი გვეპარება ხოლმე ეს და ანუ დრო გადის და ამ ადამიანებს დააკლდათ მშობელიც, დედაც, მამაც, ძმაც, დაც და ასე შემდეგ. აი სახელმწიფოს როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ დედმამიშვილების მხარდაჭერა
მოახდინოს, იმიტომ რომ მათ შეიძლება ჭირდებოდეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დედმამიშვილებს, შეიძლება ჭირდებოდეთ გაძლიერება, გამხნევება და ასე შემდეგ. მშობელი არის მოუცლელი, სულ არის გადამდგარი შიშიმშვილის ესე ვთქვათ, განვითარებაზე, აქეთ-იქით, მის აქეთ-იქით ტარებაზე და ასე შემდეგ. ეს ბავშვები არიან გარიყულები. ანუ ძალიან ცუდი სიტყვა, როდესაც გარიყულს ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ ოჯახის მხრიდანაც არიან ესე, იმიტომ რომ თვითონ ოჯახიც ვერაცნობიერებს ამას. რადგანაც მას არანაირი პრობლემა არ აქვს, თბილის რომ ის განვითარდება და არაუშავს, ესე არ არის. მე საბედნიეროდ ძალიან ადრეულ ასაკში მივაქცია ამას ყურადღება და ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ ჩემი მეორე შვილი არ იყოს ესე გარიყული და არ იყოს მის მასთან შედარებით უფლება დაქვეითებული და ასე შემდეგ. მარი, შენი აზრით ისიც ხომ არის, რომ თვითონ მშობლები არიდებენ ხოლმე დედმამიშვილებს აი ამ პასუხისმგებლობას? სხვა მშობლების ნაცვლად ვერ ვისაუბრ, მაგრამ მე ძალიან მინდა და ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ ნიკოლოზი იყოს დათას არა მომვლელი, არამედ უფლებადამცველი. აი ანამ ძალიან კარგი რაღაც ახსენა, რომ ისინი არიან თანატოლები და ერთნაირი ხედვა აქვს. ძალიან მართლა ძალიან კარგი იქნება ესე რომ მოხდეს, მაგრამ თუ კი არ მოხდა და თუ კი ის არ იყო თავისი ძისანძმის უფლებადამცველი, აი მე იცით რას ვამბობ ადამიანებო, ანუ მე ძალიან მომხრე ვარ იმის, რომ თვითონ ინტელექტუალური შეზღუდული შეძლებს მქონე ადამიანებმა დაიცვან თავიანთი თავი, მაგრამ თუ კი ვერ ხერხდება ეს, აი ყველაზე ცუდ ვარიანტს განვიხილავ, ამ დროს რას ვაკეთებთ, ამ დროს ვინ არის მათი უფლებადამცველი, ანას იმაშიც ვეთანხმები, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა უნდა მოხდეს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ამერიკაში ვნახეთ ანაზე, რომელიც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ სულ სხვა რამეა თავად უფლებების დაცვა და თვით ადვოკატირება, აი მე ამას განვიხილავ, აი ეს მაინტერესებს. თვით ადვოკატი რამდენად შეიძლება იყოს ღრმა ინტელექტუალური შეზღუდული შეძლებს მქონე ადამიანი. თუნდაც ჩემს შვილს, რომელსაც აუტიზმი აქვს, საკმაოდ გონება გახსნილია და საკმაოდ ისეთ რაღაცებზე მსჯელობს თემებზე, რომ ანა როგორც წეგანს თქვი, მეც გამიკვირდება ხოლმე, იმიტომ რომ აი ეგ არის ზოგადად ხდება, რომ მშობლები რაღაც არიციან თავის შვილების შესახებ და ყველა მშობელი და არაშიში ბავშვის მშობლები გაკვირვებულები რჩებიან, როდესაც ნახვა რომ თურმე ამაზე უფიქრია, თურმე ამას ეს შეუძლია და ასე შემდეგ. მაგრამ მარი ბოდიში რა, აქვე თუ შეიძლება რომ ჩაგეჭრა. ძალიან საინტერესო მაგალითი თქვი. ეხლა მაგალითად შენი შვილი დათა, ყველა იცნობს დათას. და ანუ მე მგონი რომ უნდა გადავხედოთ, რას ნიშნავს საერთოდ აქტივიზმი. რატო გონია რომ ანუ როგორ წარმოგვიდგენია აქტივიზმი? ანუ რა უნდა გაეკეთებინა მაგალითად დათას იმაზე მეტი, ვიდრე ის რომ ეხლა ყველა იცნობს მას. შენ როგორც მისმა მშობელმა, ჩემი აზრით, უბრალოდ მას ელემენტარული მხარდაჭერა აღმოუჩინე, მაგალითად დათას შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებ. მაგრამ შენ ხომ არ ხარ. ანუ ამაშია საქმე. ამიტომ მგონია რომ აი ცოტა არ დაგეთანხმებ და გეტყვი რომ დათა ახლა აქტივისტი და დათა მისი ამ მდგომარეობით როგორშიც არის ზუსტად რომ გვაჩვენებს რომ მას შეუძლია იყოს აქტივისტი და ის არის აქტივისტი. ანუ მე მგონი რომ ეთანხმები, მაგრამ შეიძლება არც იყოს ანა და არ უნდა კი ბოდიში დაასრულე ბოდიში. ხო, კი, აი მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ანუ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, არ იყო ეს კითხვა, მაგრამ ახლა უცებ ჩემი დაკვირვება ასეთი რომ მგონი რომ ერთნაირად ვითხოვთ, ანუ აქტივისტი ჩვენთვის ვინ არის, ერთ თარგში დავინახეთ, ანუ ჩვენნაირი პირობითად სადღაც მუდმივად სადღაც ყოფი აქციებზე მოსიარულე, სადღაც ტელევიზორში კომენტარის მკეთებელი, მგონია რომ მხოლოდ ეს არ არის აქტივისტი და ჩემი აზრით, რავი, მე რომ რაღაც მიღწევა მახსენდება ბოდიში, მაგრამ შენ არ მახსენდები, დათა მახსენდება, იმიტომ რომ არა, საბოდიში არაფერია. ყველა დათას მიღწევის უკან ხარ და არა წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ ეს აი სხვათა შორის ანა ძალიან დიდი მადლობა ეს ახლა რაც შენ თქვი, მეც ამიფიქრია ამ ყველაფერზე და მართალი ხარ. ხო, ალბათ რაღაცა ინსტინქტურად ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ დათა წინა პლანზე და ამისთვისაც ვიღწვი რომ თვითონ იყოს. ძალიან მინდა რომ თვით ადვოკატი გამოვიდეს დათა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მას აუტიზმი და შეიძლება არ იყოს მისი სფერო ეს თვით ადვოკატირება. აი ამ დროს რა შვები მე, რომელიც ვარ ისეთი აქტივისტი მშობელი, რაღაცებს ვაკეთებ, ხო ვიბრძვი, ჩემი ხმა უნდა იყოს დაქვეითებული და დაკნინებული.
დაკავებული? მე არ მინდა რომ მე მინდა რომ ჩემი ხმა იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც თვრა ჩემი შვილის 18 წლამდე მაქვს ესე რომ ვთქვა და აი 18 წელს გახდება დათა და თუ კი ის არ იქნება, ვერ იქნება თვით ადვოკატი, მე მინდა რომ ისე ძლიერი იყოს ჩემი ხმა და ვინმე მამთხას რომ შენ უკვე 18 წლის შვილი ყავს და შენ ხმას აღარ აქვს მნიშვნელობა. აი მე ამას განვიხილავ თორე არავითარ შემთხვევაში დამოუკიდებელ ცხოვრებას არ ვეხები. ეს არის ალბათ ჩვენი ამოსავალი წერტი რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშობლებმა რომ მისი სურვილი რაც არის რა თქმა უნდა ის ისეთ ფარგლებში ყველაფერი აბსოლუტურად უნდა შევუწყოთ ხელი და ზუსტად უნდა ვიბრძოლოთ და სახელმწიფოს მოვთხოვოთ და ვიბრძოლოთ რომ ეს ყველაფერი მას ჰქონდეს რომ აი თუნდაც დამოუკიდებლად ცალკე ცხოვრება ახსენე ანა თუ კი მას სურვილი ექნება რომ ცალკე იცხოვროს მე აქედან ვფიქრობ და უკვე ვიცი რას გავაკეთებ სახელმწიფოს რას მოვთხოვ რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ღირსეული ცხოვრება მაგრამ აი მე ვარ ზუსტად აი იმ ადგილას რომ თვით ადვოკატი თუ ვერ იქნება ჩემი შვილი მე რატო არ უნდა გავაგზელო ისევ მისი უფლებების დაცვა და ამაში რატო უნდა შემეშალოს ხელი აი ჩვენ დროში ძალიან შეზღუდულებით რა თქმა უნდა აქტივიზმი არის მრავალფეროვანი და მშობლებიც არიან ძალიან მრავალფეროვნები ზოგი მშობელი ზუსტად პირიქით თავის სხვა შვილს არა შიშიმაშვილს ნაკლებ ყურადღებას ანიჭებს ზოგი პირიქით შიშიმაშვილს სადღაც კუთხეში მიაკუნჭულებს და როგორმე გაზრდიან დაძმებიო ასე განიხილავს ძალიან განსხვავებულია თუნდაც ის აქტივიზმი ხო რაზეც საუბრობდით რომ თქვათ ის დათას გამოსვლები ის რომ არის შენ დათას აზრებს ძალიან აქტიურად ასაჯაროებ მე ძალიან აქტიურად ვკითხულობ ამ პოსტებს და მართლაც საინტერესო არის და ძალიან ხალით ძალიან კარგად იკვეთება დათას პიროვნება და ესეც არის მათ შორის მისი აქტივიზმის როლიც ამაში არის ნამდვილად ძალიან დიდი და რა თქმა უნდა მშობლის როლიც უბრალოდ აქ საუბარია იმაზე რომ ხმები ერთმანეთს შევუერთოთ და გავაძლიეროთ და არა პირიქით ვიღაცის ხმა ესე ვთქვათ გააჩუმოს. გადაცემის დასასრულს მინდა რომ ეკას ვკითხო ასეთი რამ, საერთოდ არსებობს ორი მოსაზრება, რომ ერთის მიხედვით არის რომ თუ მშობელი ძალიან ძლიერია, მას ხშირად ყავს უფრო სუსტი შვილი. ეს არ მხოლოდ შიშიმ პირებს ეხება და მეორე მოსაზრებით პირიქით არის რომ ძლიერ მშობელს ყავს ძლიერი შვილიც, რადგან ის მას მაგალითს აძლევს. ეკა თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ არის ეს საკითხი? ხო, ალბათ ეხლა რაღაც უნივერსალურობის თქმა აქაც გაჭირდება, ალბათ ძალიან ინდივიდუალური იქნება. ჩემ შემთხვევაში მე მგონია, რომ ჩემი შვილები მაინც არიან ძლიერები, ერთიც და მეორეც. უბრალოდ ეხლა რაღაც სხვა მიმართულებით არის ეს უფრო ეს არის აღზრდის თემა მე უფრო მგონია ხო სიძლიერე შეიძლება ავტორიტარიზმში გამოიხატოს და შეიძლება იმაში რომ დამოუკიდებლობის სივრცე დატოვო და რაღაც ასაკში ნამდვილად ყველა მშობელი არის მაგალითი ხო ჩვეულებრივი ასაკობრივი განვითარება ხო ბევრნაირი არსებობს ნამდვილად ეს და ძალიან მნიშვნელოვანია მე მინდა იმასაც გამოვეხმაურო რომ ეს დედმამიშვილის საკითხი ისევ იქ მივყავართ ამას რომ მშობელს თუ თავის დროზე სწორი მხარდაჭერა ექნება ზუსტად არ გამორჩება ის დედმამიშვილიც რომელიც მეც ძალიან ხშირად მომისმენია და პრინციპში ჩემთვის არ არის ესე მისაღები რომ სხვა შვილებს აჩენენ იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს ყავდეს პატრონი ხო იმ სხვა შვილს თავის ცხოვრება აქვს და ესეც მისი არჩევანი უნდა იყოს და არ შეიძლება რაღაცნაირად ესეთ პროდუქტები შევქმნათ მოკლედ ხო ჩვენი შვილების სახით და ცხადია მე ანას აზრსაც ვიზიარებ რომ როდესაც მე და მარი რაღაცას ეხმა მაღლა ვაპროტესტებთ ეს არ ნიშნავს რომ იდეალური მდგომარეობა გვაქვს და ვიცით რომ არსებობს პრობლემები ჩემთვის მე ყოველთვის ამას ვამბობ რომ თუ ჩვენ მშობელს სწორად ვუჭერთ მხარს დროულად და თუ იქ რამე ისე არ ხდება მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მშობელზე რომელიც რაღაცა საზღვრებს ცდება და თავისი შვილის სივრცეში გადადის ასე ვთქვათ ხო მაგრამ როცა ეს არ არის და როცა შენ გიწევს ამის მიღწევა და აკეთებ იმას რაც გამოგდის და როგორც გამოგდის ცოტათი არასწორი მგონია რომ ესე მშობლის მხარეს ვისროლოთ კენჭები ხო ისევ მივდივართ
დროს სისტემას და რომელმაც ეს ყველაფერი უნდა ააშენოს. შობელს თუ ეცოდინება როგორ, იქ ბებია ბაბუაც ერთვება ქართულ საზოგადოებაში, ვიცით ხო, ძალიან ხშირად და მე ვხედავთ ხოლმე თქვათ ქცევის სირთულეებს და ძალიან ესეთი ღრმა თემაა ეს და რა ვიცი, ალბათ მენტალურიც არის, კულტურულიც არის, ცნობიერებისაც არის, რაც ნამდვილად არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში. ეკა ძალიან დიდი მადლობა ამ დასკვნითი სიტყვებისთვის. ნამდვილად მნიშვნელოვანი თემა არის ეს, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, როგორც შიშიმ პირების, ასევე შიშიმ ბავშვთა უფლებები, ასევე თვითონ მშობელთა უფლებები, რომლებიც მე როგორც თქვი უკვე ნამდვილად გარკვეულწილად კი არა და ირღვევა მთელი ამ სისტემით და სერვისების და არაფრის არ არსებობით და საზოგადოებრივი განწყობებით. და ეს საკითხი მართლაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დისკუსიას და მუდმივ განხილვას. და ჩემი სუბიექტურ არსსაც დავაყოლებ გადაცემის ბოლოს, მე ვფიქრობ, რომ უფლებადამცველებს ცოტა უფრო მეტი როლიც აქვთ, ვიდრე მხოლოდ ტექნიკური და მათ შეუძლიათ მათ შორის აი ეს ბალანსიც რაღაცნაირად დაგვაცვევინონ თემში, რათა რაღაც ზიანი არ მოყვეს ამ შიდა პრობლემებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ყოფნისთვის, მაყურებელს კი ჩვენი უყურებისთვის, ჩვენ კი ორი კვირით დაგემშვიდობებით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.